არჩევნების შემდეგ ვიყავით თქვენთან გადაცემაში და ფავლენიშვილი გვეჭდა მათ შორის ირაკლი და იყო მაშინაც და ისო შეკითხა რომ სად გაქრა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს ამ წლების განმავლობაში აძლევდა ხმას. აქ ამბავი არის, რითაც შეიძლება აუხსნა, მე პირადად ეს ამბავი არის ძალიან დიდი მიგრაციული სალდო, რომელიც ბოლო არჩევნებიდან დღევანდელ არჩევნებამდე 4 წლის განმავლობაში არის -300,000 კაცი, რომელიც ქვეყანიდან გავიდა და რომელიც ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. როგორც წესი, ეს ოპოზიციურად ეს არის ხოლმე როგორც წესი, ეს ადამიანები ვინც მიდიან და აღარ ბრუნდებიან ქვეყანაში, ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი. და შესაბამისად, ეს დიდი ნაწილი, რომელიც ქვეყანიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, შეიძლება ითარგმნოს იმ დაკლებულ საარჩევნო, მაგალითად ოპოზიციისთვის დაკლებულ საარჩევნო ხმებში, რომელიც ამ არჩევნებზე მიიღება. ერთი ახსნა ნამდვილად შეიძლება იყოს. მეორე, როდესაც არჩევნების შედეგებზე ვლაპარაკობთ, ვერ ვიქნებით ნამდვილად კმაყოფილები იმ პირობებში, როდესაც ვამბობთ, რომ 300,000 არის ის ხმების რაოდენობა, რომელთაც გაგვეყალბა ქართულმა ოცნებამ არჩევნები და როდესაც თვითკრიტიკაზე ვლაპარაკობთ, აქ თვითკრიტიკა კარგი რაღაცა არის, მაგრამ ასევე კრიტიკის ობიექტები შეიძლება ხვდებით იმიტომ, რომ სათანადო კომუნიკაცია არ არსებობს საზოგადოებასა და პარტიებს შორის, რას აკეთებენ ოპოზიციური პარტიები ამ ეტაპისათვის. ქუჩაში თუ დღეს ოპოზიციური პარტია ვერ ქმნის პროცესს, ოპოზიციურმა პარტიებმა მათ შორის პრეზიდენტთან კოორდინაციით, ერთმანეთთან კოორდინაციით, ესეც მნიშვნელოვანია, ხო? ჩვენ განსხვავებული ოპოზიციური პარტიები ვართ და პოლარიზაცია ამ ქვეყანაში როგორც ოპოზიციურ პარტიებს შორის, ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს შორის წლების განმავლობაში ძალიან მაღალი იყო, მაგრამ არჩევნების შემდეგ მოვახერხეთ და სულ ცოტა იმაზე შევთანხმდით, რომ არჩევნები გაყალბებულია და იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია არავინ არ უნდა მისცეს. მაგაზე შევთანხმდით ოპოზიციური პარტიები და ის რომ დღეს ქუჩაში პროცესი გრძელდება, მათ შორის არის ამის დამსახურება, რომ ხალხს მიეცა ამის საფუძველი, რომ დგარიყო იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ქუჩაში, ვისთან ერთადაც დგას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, მაგალითად, ამხელა საგარეო წნეხი, რომელიც წამოსული არის მათ შორის და რომელიც კონვერტირდება სანქციებში და ეს სანქციები არის განგრძობითი, აქ მე ოპოზიციური პარტიების როლსაც ვხედავ. ოპოზიციური პარტიები დღეს არ დგანან მხოლოდ რიგითი პროტესტანტების როლში ქუჩაში, ხო? უცხოეთი კომუნიკაცია არსებობს პარტიებსა და საგარეო პარტნიორებს შორის. თაზოზის ახლა აქ და მისი პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ინაუგურაციას, ხო? ჩასულები იყვნენ. არსებობს კომუნიკაცია და შესაბამისად დღეს თუ რამეში არის ხსნა, ეს არის გაზრდილ საგარეო წნეხში. ასევე უნდა ვიცოდეთ, რას ელოდებიან მოქალაქეები ოპოზიციური პარტიებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა როლში უნდათ რომ ნახონ, ხო, რას ელოდებიან, ხო? აი რას ელოდებიან, რა როლში უნდა ნახოთ? უნდათ რევოლუციონერების როლში ნახონ პოლიტიკური პარტიები? დაკვეთა დღეს ამაზე არსებობს, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა იტვირთონ თავარი რევოლუციონერების როლი და წავიდნენ დაკვეთა არ არსებობს პოლიტიკოსებმა უნდა შექმნან მათ მიმართ გარკვეული დაკვეთები. ახლა თითქოს საერთოდ გაწყვეტილია ეს კავშირი მათ შორის ასე ჩანს. ეგ არ ნიშნავს რომ რევოლუციის დაკვეთა მაგაზე არ ვამბობ ზოგადად დაკვეთა არის მათ მიმართ დაკვეთებს. აი მე ესეც მაინტერესებს. თუ დაკვეთა იარსებობს რომ ეს არის მაგალითად და ჩვენ ხედავთ რომ აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს საზოგადოებრივ არ არის რევოლუციური ჩვენ უნდა ვუკარნახოთ ხალხს რეალურად რომ მოდი ახლა ძალისმიერი მეთოდებით, ხო, რევოლუციას საერთოდ არ დგას, რომ რევოლუციას უნდა გაუძღვეს თუ არ უნდა გაუძღვეს. ზოგადად პოლიტიკური პროცესს რამდენად მჭიდროდ ქმნის პროტესტთან ერთად პოლიტიკური კლასი ამას. ხო, ანუ აქ არის რომ არ აღიარება არც ერთი საერთაშორისო და სტრატეგიული პარტნიორის, არ აღიარება და მათ შორის ოდირმა რო ის გასაგებია პოლიტიკური პარტიები ამას მიჩნევენ საკუთარ კრედიტად. მათ შორის კი, ეს არ არის რომ მოძრაობთ ხედან პოლიტიკური პარტიები, ხო? ბუნებრივია მოძრაობა არსებობს ამ სივრცეში. შედეგით აქვს გარკვეული მიმართულებები. ამას გამოხმაურება. კი ბატონო, მოდით ცოტა